აქ გვაქვს გასაკეთებელი აი ასეთი წრეები. რა თქმა უნდა, set timer-ი გინდა, მაგრამ სანამ set timer-ს დავიწყებდეთ, მანამდე უბრალოდ ერთი წრე უნდა შევქმნათ. წითელი, მერე ერთი წრე შავი და ესე უნდა გავამეოროთ. კარგი, ვიწყებთ, ესე იგი, აუცილებლად set timer-ი გვინდა, set timer-ი. გავხსნათ ფრჩხილი და რაიმე სახელი უნდა დავარქვათ ჩვენს ფუნქციას, ხო? მოდი, წითელი და შავი ფერი უნდა დაიხატოს წრეები და მოდი დავარქვათ უბრალოდ red ქვედატირე black. ძიმე და ყოველ, არ ვიცი, რამდენ მილიწამში delay-ა გლობალურ ცვლად უნდა გქონდეს ყოველ 40 მილიწამში. ანუ ეს შეგვიძლია ჩავკოპიროთ აქ. საერთოდ ძიმე. ახლა უნდა შევქმნათ ფუნქცია red black-ი, ანუ function red black და აი აქ ახლა უნდა გამოვიძახოთ, მოდი ასე ვქნათ, გამოვიძახოთ უბრალოდ red ფუნქცია და red ფუნქცია შევქმნათ ცალკე, რომელიც ქმნის ერთ წრეს. ანუ გამოვიძახოთ red ფუნქცია პერტენზიმე და ქვევით function red-ი შევქმნათ. function red-ს თუ შევქმნით, ამ შემთხვევაში გვჭირდება აქ var მაგალითად circ უდრის new circ და რადიუსი უნდა იყოს 20, ხო? აი აქ Ctrl+C და ეს ჩავაფეისტეთ აქ, წერტილი მძიმე. შემდეგ circle წერტილი set color წერტილი red და შემდეგ circle წერტილი set position. ახლა რა უნდა იყოს ამის პოზიცია? ეს აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ და ამის პოზიცია უნდა იყოს, აი პირველი უნდა დაიხატოს აი აქ, ხო? და ესე იგი შეხედეთ ჩვენ რომ რადიუსი დავწეროთ Ctrl+C, Ctrl+V, ძიმე, Ctrl+V, წერტილი მძიმე და add circle. ამიტომ რომ რაღაც დაგანახოთ ახლა მძიმე. გავუშვათ აი აქ იხატება ახლა ყოველ 40 მილიწამში წრე. ანუ რადიუსის მანძილით მოვწიეთ მარჯვნივ ეს წრე და რადიუსის მანძილით ჩამოვწიეთ ქვევით ეს წრე. მაგრამ როდესაც ერთი წრე დაიხატება, აქ x პოზიცია უნდა შევცვალოთ და გადმოვიტანოთ აქ, ხო? ამიტომ აქ რადიუსი, რა თქმა უნდა, პოზიციაში არ გამოგვადგება და გლობალურ ცვლადები უნდა შევქმნათ, რომელშიც შევინახავთ წითელი წრის x და y პოზიციას. მაგალითად, შეგვიძლია var რა დავარქვათ? მოდი red x-ი დავარქვათ, უდრის რადიუს თავიდან, რა თქმა უნდა, და var red y-ი უდრის რადიუს თავიდან. და აქ ჩავწეროთ ახლა ჩვენ რადიუსს და რადიუსის მაგრად ჩავწეროთ red x-ი, ძიმე და red y-ი. და როდესაც ამას გავუშვებ, რადიუსი დიდი ასოებით უნდა დამეწერა, იმიტომ რომ აქ გლობალურ ცვლადში დიდი ასოები გვაქვს შექმნილი, კი ბატონო, აი აქ დაიხატა. ახლა როდესაც ერთი წრე დაიხატება, შემდეგ ეს უნდა გადავიდეს მარჯვნივ, ხო? შემდეგ კიდე მარჯვნივ უნდა გადავიდეს. მარჯვნივ როგორ უნდა გადავიდეს? უნდა შეიცვალოს red x-ი. ახლა red x-ი სად უნდა შევცვალოთ? ეს უნდა განსაზღვროთ. ახლა red x-ი უნდა შევცვალოთ red black-ში, ხო? ახლა red x-ი უდრის red x დამატებული, აი რა უნდა დავამატოთ? ახლა შეხედეთ, აქ ხომ არის red x-ი. შემდეგ აქ შავი უნდა დაიხატოს და შემდეგ კიდევ უნდა წავიდეს წინ. ანუ red x-ი უდრის red x დამატებული რამდენი რადიუსი? 1 რადიუსი, 2 რადიუსი, 3 რადიუსი და 4 რადიუსი. აი აქ რომ განსაზღვროთ, აი red x არის ამ წერტილზე, ხო? აქედან აქამდე არის 1 რადიუსი, აქედან აქამდე არის 2 რადიუსი, აქედან აქამდე არის 3 რადიუსი და აქედან აქამდე არის 4 რადიუსი. ანუ red x უდრის red x დამატებული 4 გამრავლებული რადიუსზე დაკოპირებული მაქვს წერტილი მძიმე. ახლა რამს დავაჭიროთ და როგორც ხედავთ, აი ეს წითელი წრეები დაიხატა, მაგრამ ახლა ეს აქეთ მიდის და გრძელდება და გრძელდება. მოდი ახლა black-იც დავხატოთ უცებ და პირველი ხაზი
დავამთავროთ. ესე იგი function black შრილები წერტილმძიმე ისევ რა თქმა უნდა შეგვიძლია var circle უდრის და ამ ცვლად შეგვიძლია circle დავარქვათ და ამასაც circle ერქვას, იმიტომ რომ სხვადასხვა ფუნქციაში გვაქვს, მაგრამ თუ ერთ ფუნქციაში გვექნებოდა შექმნილი, მაშინ ცვლადების სახელები უნდა შეგვეცვალა. ესე იგი new circle და ესეც radius-ის მქონე, radius-ი წესით დაკოპირებული მაქვს. შემდეგ circle წერტილი set color, color-ი იყოს black-ი, ხო? ანუ პრინციპში არც გვინდა ფერის მითითება. იმიტომ რომ თუ ფერს არ ვეუთითებთ, ავტომატურად შავი იხატება. შემდეგ circle წერტილი set position. ახლა პოზიცია უნდა განვსაზღვროთ და ბოლოს add circle დავუწეროთ, ხო? წერტილმძიმეც არ დაგვაუწყდეს. ახლა თუ აქ შევქმნით ჩვენ red-ის x და y პოზიციები, ასევე შევქმნათ ჩვენ black-ის x და var black y პოზიციები. ახლა რა უნდა იყოს x პოზიცია, პირველი x პოზიცია, ხო შეხედეთ? აი აქ არის ახლა x-ის 0-დან რამდენით არის მოშორებული? 1 რადიუსით, 2 რადიუსით, 3 რადიუსით. ესე იგი აქ ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ 3 გამრავლებული რადიუსზე. ხოლო y-ი ზედა წერტილიდან რადიუსის მანძილით არის დაშორებული. ანუ აქ პირდაპირ ჩვენ შეგვიძლია რადიუსი დავწეროთ და set position-ში აუცილებლად არ დაგავიწყდეთ black x-ის და black y-ის მითითება. black x-ი და black y. როდესაც runs დავაწვევით, ხო, აქ არ გვაქვს გამოძახებული black-ი, ესე იგი black-ი გამოვიძახეთ აქ. წერტილმძიმე გავუშვით და რა უნდა circ დიდი ასოთის სად მაქვს ნაწილი ის. აი აქ პატარა აი უნდა runs დავაჭიროთ set position-ი 20 დიდი ასოთი გქონია დაწერილი, runs დავაჭიროთ და აი აქ დაიხატა 1. ახლა ამის პოზიციაც უნდა შეიცვალოს, ხო? ამიტომ აქ უნდა დავწეროთ ახლა ჩვენ red, უпростоრად black x-ის პოზიცია უდრის black x დამატებული, ანუ ამ პოზიციას უდრის ამ პოზიციას დამატებული რამდენი რადიუსი? 1 რადიუსი, 2 რადიუსი, 3 რადიუსი, 4 რადიუსი. ანუ ისე ამის მსგავსი უნდა დავამატოთ Ctrl+C და Ctrl+V. განვუშვათ და აი აქ ერთი ხაზი დაიხატა. მაგრამ ახლა ჩვენ რა უნდა დავწეროთ? როდესაც x გადაცდება გეთვლის, x-ი უნდა გახდეს ისევ რადიუსის ტოლი, ხოლო y-ი უნდა გაიზარდოს. ამიტომ აქ უნდა დავწეროთ ახლა ჩვენ if პირობა. ახლა როგორ ვწერთ მაგას? ვწერთ if პირობას, ესე იგი if red x-ი მეტია თუ გადაცდა აი ამ get-ს, ხო? ანუ თუ მეტია get-ზე, შხილები გავხსნათ, გამოვედით აქეთ enter-ს დავჭერთ. მაგ შემთხვევაში red x-ი ისე უნდა დაუბრუნდეს საწყის პოზიციას, ანუ რადიუსის ტოლი უნდა გახდეს, ხო? იმიტომ რომ აქაც x პოზიცია რადიუსის ტოლია ყველგან. ამ დაყოლებას უბრალოდ y-ი იცვლება, ხო, ქვევით. ესე იგი red x-ი უდრის ისევ რადიუსს, ხოლო red y-ი უდრის რას? თუ აქ red y-ი იყო რადიუსის ტოლი, ქვევით რამდენი იქნება? აი ქვევით რომ ჩამოვიდეთ, მოდი აქ ნახოთ. აქედან აქამდე არის 1 რადიუსი, აქედან აქამდე 2 რადიუსი, აქედან აქამდე 3 რადიუსი, ხო? ესე იგი red y-ი უდრის red y-ს დამატებული 1-2 რადიუსი. red y-ი უდრის red y-ს დამატებული 2 გამრავლებული რადიუსზე. runs დავაჭიროთ და აი როგორც ხედავთ, წითელი უკვე დაიხატა. იგივე გვინდა ახლა ჩვენ black-საც. და ბოლოში stop timer-ის უნდა დავწეროთ, რომ არ გაიბაგოს. ახლა ეს თუ არ დავაკენსელე, წარმოვიდგინეთ, რომ ქვევით გრძელდება და ცოტა ხანში ახლა ნახეთ, მაუსმა უკვე გაჭედვაც დაიწყო, ხო?
კარგი. ახლა გავაკეთოთ black x-ის პოზიციები შევცვალოთ. რა თქმა უნდა, ისევ if პიროგრuppa გვინდა, if black x-ი მეტია get width-ზე, ანუ თუ გადაწყდა get width-ზე, მაგ შემთხვევაში გავხსენით ფრშილი black x-ი აი ისევ ამის ტოლი გახდეს, black x-ი უდრის 3 გამრავლებული რადიუსზე, იმიტომ რომ აქედან აქამდე ისევ 3 რადიუსი არის და ჩავწეროთ აი აქ. ხოლო black y-ი უდრის ქვევით უნდა ჩამოვიდეს, ხო? ანუ თუ ჩვენ black y-ს არ შევცვლით, მაშინ აი ამაზე დაიხატება ამ ერთ ხაზზე. ამიტომ x-ი უნდა იყოს ისევ აქედან აქამდე იგივე მანძილით დაშორებული, ხოლო y-ი ზევიდან ქვევით აქ თუ რადიუსი იყო, აქ 3 რადიუსია, შემდეგ კიდე იზრდება. ესე იგი black y-ი უდრის black y-ს დამატებული რამდენი რადიუსი, აი აქედან აქამდე 1-ია, ხო და black y-ია. black y-ს უნდა დავამატოთ 1 რადიუსი და 2 რადიუსი, ანუ 2 გამრავლებული რადიუსზე. რანს დავაჭიროთ და როგორც ხედავთ, ეს უკვე გავაკეთეთ, მაგრამ ახლა ჩვენ გვინდა stop timer-ი, რომ როდესაც რანს დავაჭერ და ეს წრები აქ დაიხატება, ქვევით კიდე არ გააგრძელოს დახატვა და დროთა განმავლობაში მაუსმა არ დაიწყოს გაბაგვა. აი არ დავაპაუზებ ახლა და შეხედავთ თქვენ როგორ აი ნელ-ნელა უკვე როგორ იწყებს მაუსი სისარი გაჭედვას. კარგი, ახლა რას ვაკეთებთ? ახლა გვინდა stop timer-ი, რომ გაჩერდეს უბრალოდ მოქმედება და სად ვაკეთებთ მაგას? მაგას ვწერთ red black-ის თავზე. იმიტომ რომ red black-ს ჩვენ ვიძახებთ set timer-ში ყოველ delay მილიწამში, ანუ ყოველ 40 მილიწამში ერთხელ და ყოველ 40 მილიწამში შეეკითხება თუ გადაცდა x და y პოზიციები get heights, მაგ შემთხვევაში დავასტოპოთ, stop timer-ი დავუწეროთ. ახლა როგორ წერთ მაგას? აი აქ, ესე იგი if red y-ი მეტია, ესე იგი თუ წითელი ბურთის y პოზიცია გადაცდა აი get heights, ანუ ქვევით მივიღეთ უკვე აი ეს პოზიცია, მაგ შემთხვევაში stop timer-ი, ანუ თუ red y-ი მეტია get heights-ზე, მაგ შემთხვევაში stop timer და თვითონ ეს ფუნქცია გამოვიძახოთ, ხო? red black-ი გაჩერდეს. წერტილი ძიმე. რანს დავაჭიროთ, წავიდა და ახლა თქვენ ვერაფერს ვერ შეატყობთ, მაგრამ აი აქ, როდესაც გადავიდა, გაჩერდა ეს stop timer-ი. Submit continuous დავაჭიროთ, წესით უნდა ჩაგვითვალოს, ხო? აქ წერტილი ძიმეები, ესე 25, 29, 34. ავასად გვეკლე 25, 29 და 34. აი აქ. Submit continuous დავაჭიროთ, ჩაგვითვალა ეს სავარჯიშო და გადავიდეთ უკვე შემდეგ ქვეთავზე.